მადეირა, პატარა ვულკანური კუნძული ატლანტის ოკეანეში. გამოირჩევა რბილი კლიმატით და შეუძლია სამოთხის ფუნქცია შეასრულოს დედამიწაზე. ამ ვიდეოში ზუსტად ამ კუნძულის შესახებ მოგიყვებით. გიჟური ოკეანის ტალღები, ნისლით დაფარული მთები, ვეშაპები და დელფინები ბუნებრივ სტიქიაში, რენოკლეოს მიმოხილვა და ტრეილ რანინგი კლდების და ოკეანის ზღვარზე. ასე რომ მოიმარაგეთ სნეკები და ჩაუჯექით მომავალ 23 წუთს. ჩამოვედი მადეირაში, საბოლოო ჯამში თითქმის 24 საათი დამჭირდა ლისაბონიდან რომ ჩამოსულიყავი აქ. რა მოხდა? EasyJet-მა გადამაგდო და მომხსნა რეისიდან, overbooked იყო თვითმფრინავი. და შემდეგი რეისი მომცა მარტო მეორე დღეს საღამოს 6 საათზე, თუ 7 საათზე, მოკლედ ღამე ჩამოვდიოდი დღეს. ეს რეისი გავაუქმე და ვიყიდე ჩემით პორტუგალიას ავიხაზები. მოკლედ ჩათლახ EasyJet-ები, არასოდეს აღარ ავიღებ მაგათ ბილეთებს. ევროპაში ძალიან გავრცელებულია ეს მექანიკური გადაცემათა კოლოფი. ავტომატიკებიც ჰქონდათ, მაგრამ მეთქი მაგის დაცვატირე. მაგრამ ვიგზნო თავი ევროპელად თქო და მაგრამ ეხლა დავფიქრდი რომ სუნთებში უნდა ვიარო და პრაქტიკული არ იქნება, ნუ სხვა რა გზაა რა გაეწყობა. სასტუმროში ესეთი ლამაზი ხედი დამხვდა. აუ. ვაუ. ხა პატარა ტრეილ რანს გავაკეთებ. ამინიც კარგია რა უშავს. ძალიან მაგარია. ასეთი რამე პირველად ვნახე. ტრეილს რო შეხედა ბილეთი უნდა იყო. 3 ევრო. სხვათა შორის კანარებიდან ძალიან განსხვავებულია. პირველი შეხედვითაც კი. და ესე მიუყვება ბილიკი. აი მწვერამდე ალბათ. ის უკვე იქით კუნძულია. მაგარია. რაც მოკლედ გუშინ წინ მოვიძიე. ეს ბილიკი ყველაზე მეტად მომეწონა. ეს არის ალბათ ერთ-ერთი შთამბეჭდავი, რაც მაქვს ნანახი. თუ ყველაზე შთამბეჭდავი არა. შეხედე. მაგარია. აქ რო დგევარ უკვე აქ მეშინია ჩემი. იქ რო ჩავარდეს, всё, ტარიხა. აი გამოქვაბულები გამოჭრა ტალღამ და ზღვა შედის. სასწაული ადგილია. აქ რა გიჟი ოკეანია და მანდრა წყნარი არის. ქარი იქიდან უბერავს და საინტერესოა გენი რამდენი გამოვა. ფაქტიურად ბრალ ზევით ქვევით ჩადიხარ. ეს მეორე დიდი ბლინჯი. საფაქით გამოვიწერე. როგორი კონტრასტი არის ამ გიჟ მხარეს შორის და აი ამ წყნარ მხარეს შორის. რასაც ყურადღება მივაქცია, ერთი ნამცეცი არ სადარგდია. ძალიან სისუფთავია. აი აქედან შთამბეჭდავია. აი ესე მიდის ბილიკი.
Sorry. Right. Thank you. ყველაზე მაგარი დრონი იქნებოდა, მაგრამ აქ ალბათ ეგრევე ციხეში გაგიშვებენ. დრონი რო მოიღო. უჰა. Wow. Wow. მაგარია. აი აქ ავალ და იქით უკვე მთავრდება. საწყენი არის რომ აი აქიდან იქ გადასვლა არ შეიძლება და ბოლომდე ვერ მიდიხარ. ხარ ჩავიდე ბარეხამ ეხლა დავფიქრდი დენი საიდან აქვთ გაზის ბალონებით გასაგებია მაგრამ დენი ალბათ ადგილობრივი მოყავთ შოთშორის ის პანელებიც გქონდათ აი აქეთ. ალბათ self-sufficient უნდა იყოს თორე ხა ელექტროენერგიას ვერსად რომ მოიტანე. რაღაც თბორაღაცებიც არ ექნებათ გამორიცხულია. ამოვედი ახლა რაღაც skywalk-ი არის. ძალიან მაღალი 599 მეტრი არის. სიდა შუშის ხიდივით არის მოკლედ. 3 ევრო ღირს და რაღაც სასწაული არ იქნება, მაგრამ მაინც. და თვითონ ფუნშალი, ეს ქალაქი უზარმაზარი არის და მთაზე ესე მოფენილი არის. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ესეთი დიდი ქალაქი არის. ჩემი აზრით ერთი მინიმუმ 300,000 იქნება მაინც. როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ავაცილე. ფუნშალში 105,000 ადამიანი ცხოვრობს 25 წლის მონაცემებით. და დავგუგლავ და შევამოწმე. ფსიქოლოგიური შიშია თორე. წესით საშიში არაფერი არ არის. 600 მეტრია ქვემომდე. ის არის ფუნშალი. აი იქ არის ლაპალმა. ბრტყელი რო ყოფილიყო დედამიწა, ლაპალმასაც დავინახავდი აქედან. ჩვეულებრივი მზის ჩასვლა იყო, არაფერი განსაკუთრებული. მე მგონი ჩვენი ოფისიდან უკეთესი მზის ჩასვლა იშლება. ძახლს რო ესე რო ეძახიან, ეგ არის თურმე უნივერსალური ენა. ხნიერი კაციც ეგრე ეძახდა ძახლს. როგორც ჩანს რაღაცა ისტორიულად მოდის ეს. ამოვედი პიკო დე არიეროზე და ძალიან ცივა. მიწა მოყინულიც არის. ანუ ალბათ აქ ღამე მინუსი იქნება. ალბათ არა უეჭველი. და ასევე ნისლი არის. ძალიან სველი და ამის განო კიდევ უფრო ცივა. ვაუ. რა სასწაულია.
ნუ ალბათ აქედან კაი ხედი გადაიშლებოდა. Просто ნისლი არის და რაფერი არ ჩანს. ეს მეორე ყველაზე მაღალი წერტილი არის მადეირაზე. მთები ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ ძალიან ლამაზია. და აი იქით არის ღრუბლების ზღვა. როგორც ჩანს, ღრუბლები ამ ქედს იქით ვეღარ გადადის. რა არის ღრუბლების ზღვა? ეს მეგონი ამინდის ბურთია. თან კაი დროს ამოვედა, ცოტა ადრე მოსულიყავი, ალბათ სუნისში იქნებოდა ყველაფერი. წესით ეს ბილიკი მიდის პიკო რუივომდე. მაგრამ დაგეტილია. აი თითო ტრეილზე შესვლა 3 ევრო ღირს. რაც კარგია რა, ცოტა ფული არის იმისთვის, რომ მეინტენენსი გავუკეთო ამ ტრეილებს. რატომღაც მაგონებს ანდებს სამხრეთ ამერიკის რაღაცნაირად ეს ვაიბია. ძალიან სუელი და ტროპიკული ტიპია ეს. თარა ტექნიკური ბილიკია. ეს პარკი იუნესკოს სიაშიც არის შეტანილი. მიუხედავად იმისა, რომ პიკზე ხედებს ნისლი ფარავდა, არიერო მაინც ძალიან ლამაზი და ცისარტყელიანი იყო. რავარი ჩასავარდნია. ხო არაფერი არ ჩანს, მაგრამ მაინც კაია. აქ მოაჯირი რო არ იყოს, გადახავდა ძალიან. Stairways to Pico. Maybe it's a beach. ხა დავიწყე პიკო რუვიო რაღაცა მსგავსი. ქვევო ძალიან ციოდა და წვიმდა. ნისლის გამო აქ კიდე 1500 როგორც ავწდი, მზე გამოვიდა. და ცხელა. როგორი სხვაობაა. ქვემოთ შორის და აქ. საინტერესო რომ ქარი საერთოდ არ არის აქეთ. არც ნისლი. არა და სიმაღლე თითქმის ერთი და იგივეა, ის უფრო მაღლა იყო კიდე. ძალიან მოკლე ყოფილა ეს პიკო რუვიო 3 კილომეტრიც არ არის. რა მაღიზიანებს, მაგრად რომ სურათის გადასაღებად ძალიან დიდი დრო სჭირდებათ ბევრ ტურისტს. რუსებს by far ყველაზე მეტი.
თანამედროვე ტელეფონებს აუტოფოკუსი წამებს შეერთება, რას უმიზნებენ, ფიქრობენ, ბრინ. ამოიღე და აჩხაპუნე, შუჯერ და აჩხაპუნე, მერე წაშლი რა. ხო და ეს ტრადიცია მოდის, ესეთი ძველი ბარაბნიანი აპარატებიდან, როდესაც სულ ერთი ცდა გქონდა. და არ ქონდა იმის ფუფურება, რომ სურათი გაგეფუჭებინა. და ეს ძველი ტრადიცია შემორჩა. აი ქვირბინა გუშინ. აი ნახევარ კუნძულზე. კიდე რაც მეუცნაურება რა. ძალიან ბევრს ძალიან დიდი ბექფექი აქვთ. არა და ხო ყველა მანქანით არის მოსული. დატოვე რა დედაძაღლი 5 კილომეტრია. რა უნდა დაგჭირდეს. უბრალოდ აი თრუხა იქერი ხო ბექფექით რა იყოს და ხო და ბაცინკებით კიდე. ჩაიცრა ბოტასი. ყველა პიკზე ის ბურთი უდევთ. ალბათ ალბათ უბიტყვენ სიტყვას. მეტეოროლოგიური, ეგეც უძოთ თქვი. მეტეოროლოგიური სიბერერაშობა. სინამდვილეში სწორია მეტეოროლოგიური. ამ ცეცხლის გრამო იყო დაკეტილი ეს არეირო და რუივოს დამაკავშირებელი ბილიკი. ეს არის შენი პიკო რუივო. ბათას 900 მეტრიდან უნდა ჩავიდე ზღვაზე. შეიძლება წნევა არის, იმიტომ რომ თავი მტკივა. ასე სწრაფად რომ მოდიხარ და უცბად რომ ჩადიხარ. ხელად ალხებია. თურმე სერფერები კატაობენ. ახლა ალბათ ზღვა ძალიან ტალხიანია. ან შეიძლება ეგეთიც უნდა იყოს სერფერებისთვის, არ ვიცი. სერფერები ბევრი მაქვს ნახე კალიფორნიაში. მაგრამ არ მახსოვს როგორი ამაზე, მე მგონი ამაზე ცოტათი წყნარი იყო ის. ალბათ აღინიშნება ერთი 5-6 მეტრიანი ტალღა. შეიძლება მეტი. აი შემდეგი ვიდეო. გამოდის ხელოვნური აბანუარი. ხელოვნური რა იყო და ბუნებრივი. მაგრამ მაინც აქ რო უნდა შახვიდე შენ ერთ დიდ დაღა წამოვა და წაგიღებს ოკეანეში. შეხედე როგორ ამოდის. აი ხარი აუზები. აი რა. მაგრამ ამამინში ალბათ დაკეტილი არის ცოტა გრილა და თან ძალიან დიდი ტალღებია. არ მგონი ახლა უშევნა რაღაცას. პორტომონიზის ბუნებრივი აბანოები დღეს მშველებელ ტალღებს ჰქონდა ოკუპირებული.
ეს ალბათ იყო ყველაზე შთამბეჭდავი ტალღები, რაც გეორგის მინახავს ცხოვრებაში. მადეირაზე მოკლე რენო კლიოს მიმოხილვაც ჩავწერე. აი აქ არის ნოპკა, რომელიც გააღებს საბარგულს. მაგრამ საბარგულის აღება აქ არის. აბა ხმის ჩამწევი სად არის? ხმის ჩასაწევად უნდა ამას დააჭირო, ამას უნდა დააჭირო მოკლედ და აქ სელექტორი ჩნდება და ესე უნდა დააწვო. იმისთვის რომ ხმას აუწიო. ამიტომაც 2018-დან რენო კლიოს გაყიდვები 45%-ით არის შემცირებული. მადეირას კუნძულის გარშემო რამოდენიმე ვეშაპის და დელფინის ოჯახი მუდმივად ბინადრობს. ფაქტიურად ისინი არქიპელაგის ტურისტული ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილია და არ ტოვებენ მადეირას კუნძულს. ბუნებაში დელფინის და ვეშაპის ნახვა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. თუმცა მადეირელი ვეშაპები თითქმის ყველა ტურისტულ ნავს აჩვენებენ ზურგს. ფაქტიურად ხალხი და ვეშაპები ქმნიან მომგებიან პარტნიორობას. პილოტი ვეშაპები 6 მეტრს აღწევენ სიგრძეში და მათ 3000 მეტრზე შეუძლიათ ყვინთვა, რომ მოინადირონ თავის საყვარელი გიგანტური კალმარები. აი პატარა ვეშაპები არიან. და იქ დელფინები. Right side coming to the park. You're gonna pass my school. მზის ჩასვლისას დავბრუნდით პუშარში. ვეშაპები და დელფინები მონახულია. თუმცა მადეირაში კიდევ უამრავი საოცრებებია სანახავი. ეს არის კუნძული სავსე სურპრიზებით. პატარა 64 დედამიწაზე, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.